საღამო მშვიდობის მოვიდუღე ყავა და მოვედი. ესე იგი ეხლა უნდა მოგიყვეთ როგორ დავკარგე 80 ლარი. ანუ 80 ლარი არც ვიღაცამ 80 ლარი არც დიდად სასწაული თანხა არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ კი შეიძლება იყოს დღე, როდესაც ძალიან უაზროდ დავხარჯო, ვთქვათ 80 ლარი და უფრო მეტიც, მაგრამ დასაკარგად ძალიან რთულია, ანუ არ არის პატარა თანხა 80 ლარი და რა თქმა უნდა მინიმუმ ერთი დღე მაინც ინერვიულებ მაგაზე, რომ როგორ დავკარგეო რა, რამ დამაკარგინაო და მოგიყვებით ახლა რა დამემართა. მინდა რომ მარტო ყავა დავლიო. ზოგადად არ მიყვარს ყავასთან ტკბილის მიყოლება, მაგრამ დღეს ძალიან მომინდა ხალვას ვატან ხოლმე. ნალექიან ყავას, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ნალექიანი ყავა და ჰალვა. მე ხალვას ვეძახი. ხო და ესა დილას მივირთვი. დღეს ვისვენებ, კაი გემრიელად გამოვიძინე 2 საათამდე მეძინა, მე სახლი დავალაგე კარგად გემრიელად და ეხლა დავჯექი ყავის დასალევად. დილას მივირთვი ბანანი, ხალვა და ყავა და ეხლა უბრალოდ ისე მინდა ყავის დალევა. მოკლედ ესეთი რაღაც იყო. ჩემმა დეიდაშვილმა მიცა ბინის მეპატრონეს 360 ლარი. ხო, 360 ლარი მიცა ბინის მეპატრონეს და 40 ლარი მქონდა დარჩენილი გადასახდელი. მაგრამ იმის გარდა იყო კიდევ ბინის ქირის გარდა იყო კიდევ დენი, წყალი, ნაგვის ფული მისაცემი და საღამოს სამსახურიდან მოვდივარ და მე ყოველთვის რაც თბილისში გადმოსული ვარ, იმის მერე ყოველთვის ბარათით მოძრაობ რა, ანუ ქეშად არ დამაქვს თანხა და ზოგადად საფულის ტარებაც არ მიყვარს. ეხა ზოგი არის რომ საფულეში ჩაალაგებს ფულს, ბარათებს, ყველაფერს და საფულე დააქვს, მაგრამ მე დამაქვს ხოლმე ყოველთვის TBC-ის ბარათი, საქართველოს ბარათი და პირადობა. აი ეს სამი რაღაც ყოველთვის მიდევს უკანა ჯიბეში, ტრაკის ჯიბეში. ხო და ეხლა სამსახურიდან მოვდივარ და მეტროში, სამედიცინოს მეტროში გამოვიტანე ბარათიდან 80 ლარი. ესე იგი ზურგზე ჩანთა მქონდა მოკიდებული, ერთ ხელში წვენი მეჭირა, მეორე ხელში ტელეფონი მეჭირა და ეს თანხა 80 ლარი რო გამოვიტანე, უცებ რატომღაც ჩავიდე ტრაკის ჯიბეში, სადაც ბარათები მედო. ხო და უცებ კი ვიფიქრე რომ მეთქი ეს ბარათები წარამარა ამომაქვს და არ ამომივარდეს ჯიბიდან თქო, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება, მერე მეთქი მეტროში ვაგონში რო ჩავჭდები, მერე გადავიტან სხვა ჯიბეში თქო, ან ჩანთაში ჩამედო, ან რაღაცა მექნა. ხო და ჩავიდე ისა ბარათებთან ერთად ჯიბეში და მე ვაფშე აღარ რატომღაც მიმავიწყდა რომ ჯიბეში 80 ლარი მედო და არ გადამიადგილებია რა ეს ფული. ხო და ვარკეთილის მეტროდან რო ამოვედი, გაჩერებაზე ვდგავარ რა, PSP-ს აფთიაქის წინ ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავარ და ჩემი ნომერი ავტობუსი რომ მოვიდა, სანამ მომიახლოვდებოდა, მანამდე ჯიბიდან ამოვიღე ბარათი. რომ გამეტარებია ავტობუსში და აი ბარათის ამოღებისას მივხვდი რომ ხელში რაღაცა ძალიან სკლად მომხვდა და მაგ დროს ამომივარ და ფული. უცებ იმ წამსვე არ გამხსენებია რომ მაგ ჯიბეში მედო ფული, მაგრამ გამახსენდა რა, რამოდენიმე მაქსიმუმ 1 წუთის მერე გამახსენდა რომ მაგ ჯიბეში ფული მედო და უკვე მოძიება რო დავიწყე იმ 1 წუთში, ვთქვათ, ანუ ჯიბიდან რო ამომივარ და ფული უცებ ვერ ვიფიქრე რომ კი მივხვდი რომ სკლად მომხვდა ხელში რაღაც, მაგრამ ვერ ვიფიქრე, უცებ 1000 რაღაც ვიფიქრე რა, წამიერად წამში. აბა იქ შეიძლება მეტროში ამომივარ და იქ შეიძლება ვაგონში ამომივარ და შეიძლება მეტროსთან ამოსვლისას ან რაღაცა და სად შეიძლება წასულიყო ეხა ეს ფული თქო, დავფიქრდი უცებ და მერე ყველაზე ბოლოს რაც დამჩა ერთადერთი საფიქრალი იყო ეგ რომ იქ ამომივარდა ავტობუსის გაჩერებასთან ბარათის ამოღებისას და
ფულის ამოვარდნიდან დაახლოებით 1 წუთში არც კი დავიწყე უკვე იმ ტერიტორიაზე ფულის მოძიება. ყველგან მოვიხედე, რა ვიცი, ცოტა მოშორებითაც ვეძებე რომ იქნებ ქარს წაეღოთქო, არ იყო ისეთი ქარი, მაგრამ მაინც ყველგან ვეძებე მთელ კრუგში და არსად არ არის, რა ვქნა, ეხა ძალიან ნერვები მაქვს მოშლილი, რომ ანუ ეს ფული აუცილებლად უნდა მივიტანო სახლში, რომ მეპატრონეს მივცე თანხა. ხო და რა გავაკეთო აღარ ვიცი უკვე ძალიან ნერვები კი მომეშალა, მაგრამ წავედი იმისკენ, რა ქვია, ზებრა შუქნიშანისკენ, რომ მეტროს მხარეს გადავსულიყავი ისევ, რომ სადმე ბანკომატი მენახა და ფული გამომეტანა. აი რაღაცნაირად სხვა გზა აღარ მქონდა რა. უკვე კი ძალიან ნერვები მომეშალა რომ მაგ ფული დავკარგე, მაგრამ ერთადერთი რაც მომაფიქრდა იყო ის, რომ უნდა გამომეტანა ის თანხა ხელმეორედ და წამეღო სახლში. ოღონდ ვაპირებდი, რომ მასე თუ გავაკეთებდი, არც ჩემი ძმისთვის ვაპირებდი თქმას, რომ თქვათ ფული დავკარგე და მეორედ გამოვიტანე, არც დეიდაშვილისთვის. არ ვაპირებდი მოკლედ თქმას. ვდგავარ ზებრაზე. შუქნიშანთან. მოდის გოგო და ქართველი ხარო მეკითხება, კითხო და აი უცებ, აი ეს ფული, ჩემი ფული შემაჩეჩა ხელებში, მეუბნება რომ ეს იქ ამოგივარდათო და აი რასაც ქვია გარბის რა, ხელში მომაწოდა ფული, ეს იქ ამოგივარდათო და ძალიან ჩქარი ნაბიჯებით მიდის უკან. და აი უცებ აი გეფცევით ტირილი მინდოდა ისეთ ემოციებში ჩავარდი, რომ აი ღმერთი ყველაფერს ხედავს და იცის ღმერთმა თუ რა შრომით მოვიპოვებ თანხას. მართლა პატიოსანი შრომით და მართლა ანუ ყველანაირად სუფთა გზით ვცდილობ რა თანხის მოპოვებას, არ ვიპარავ, არ იმაშვები, არ ვთაღლითობ და ღმერთი ხედავს ამ ყველაფერს და ის თანხა მე დამიბრუნდა უკან. როგორც კი ხელებში შემაჩეჩა ამ გოგომ ფული, აი არ ვიცოდი რა მექნა, ტირილი მინდოდა მართლა სიხარულისგან ცრემლები მომადგა თვალზე და აი სიტყვებსაც ვერ მოვაბი თავი რა, სადნა აი ესე უთხარი ზუსტად სადნახეთ თქო თქმა მინდოდა და ვერც დავასრულე, ბოლომდე ძალიან ჩქარი ნაბიჯებით წავიდა რა და აი გეფიცებით ძალიან დაბნეული რო არ ყოფილიყავი და ეგრე უცებაც რო არ გაქცეულიყო ის გოგო, დაუფიქრებლად მთელ თანხას თუ არა მინიმუმ 940 ლარს მაინც ვაჩუქებდი, იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან იშვიათია ეგ შემთხვევა, რომ თქვათ ფული ამოგივარდეს და ვიღაცამ აიღოს და დაგიბრუნოს უკან. ხო და რომ მიდიოდა თან მიდიოდა, თან ჩემკენ იყურებოდა და ესეც სიტყვებს მეუბნება, უბრალოდ ვიცი რომ ყველა სჭირდებაო რა. ამ ფულზე მითხრა, უბრალოდ ვიცი რომ ყველა სჭირდებაო და მართლა ტირილი მომინდა ხალხო ისეთ ემოციებში ვიყავი. ანუ მაგ ფულს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეგ თანხა უკან დამიბრუნდებოდა. რაც შემეძლო ქენი, რომ 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, იქ ამომივარდა, მაგრამ იმ ადგილზე რო ვერ ვნახე ის ფული, всё მეთქი დაკარგულია ეგ ფული, ძალიან ნერვები კი მომეშალა, მაგრამ წავედი რომ ხელმეორედ გამომეტანა ეგ თანხა სახლში რომ მიმეტანა და მერე ვეღარ წარმოვიდგენდი მაგ თანხა თუ დამიბრუნდებოდა უკან. რა აღარ ვიფიქრე მეთქი, რადგან აფთიაქის წინ იყო, მეთქი კამერები დააფიქსირებდა ვინა იყო თქო, მაგრამ აი მაგდენისის არა, მაგას არ გავაკეთებდი, თქვათ ვიღაცა რო ყოფილიყო წავიდოდა და პოლიციას ეტყოდა, რომ აი ესე ფული დავკარგე და კამერები რო გადაახვიოთ და ნახოთო და ჩვეულებრივად პოლიცია გადაახვევდა აფთიაქის კამერებს და ნახავდა მაგ ფული ვინა იყო, მაგრამ მე მაგას არც გავაკეთებდი და არც აქვს აზრი მაგის გაკეთებას, იმიტომ რომ ან მოიძიებს ის პოლიცია ფული ვინა იყო, ან არა. ანუ მაგისთვის არ ამგონია ძალიან თავი შეიწუხონ. ხო და ძალიან ბედნიერი და სასწაული ემოციებით დატვირთული ჩავჯექი ავტობუსში და დავიწყე ფიქრი, რანაირად მოხდა ეს თანხა ამ გოგოსთან.
ღმერთო მაპატიე თუ რამეს არასწორად ვფიქრობ, მაგრამ ერთადერთი სხვა საფიქრალი არც დაგრჩება. იმ გოგომ აიღო ის ფული, დავარდნისთანავე, ანუ ის გოგო იქვე ჩემთან იდგა ახლოს, დავარდნისთანავე აიღო ის ფული და წავიდა. მაგრამ რომ მიდიოდა დამინახა მე, რომ ვეძებდი იმ ფულს. და ანუ ნახეთ, დაუფიქრებლად აიღო ის ფული, დავარდნისთანავე წავიდა, მაგრამ მე გზაში დაფიქრდა, ძებნა რომ დავიწყე მე, გზაში დაფიქრდა, რომ ეს ამას ჭირდებაო, რადგან ეძებსო და მოდი დაუბრუნებ უკანო. მე მაგ გოგოზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი, პირიქით. უღრმესი მადლობა რომ დამიბრუნა, აი დავივიწყებ იმ ყველაფერს, რომ თქვათ დამივარდა ფული და აიღო, მე მაგალითად ვიღაცას რო ფული დავარდნო და ეგრევე ვეტყოდი, რომ ფული დაგივარდა, თქვან ავიღებდი და მივაწოდებდი, მაგრამ კაცმა არ იცის როდის როგორ მოიქცევით და როდის რას ვიკადრებთ რა, ანუ დაუფიქრებლად შეიძლება ჩვენც თქვათ შემოგჩენო და ეშმაკი და ის ფული ჩაგვეჯიბებინა. მაგრამ მაგ ყველაფერზე ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგ გოგოზე პირიქით, აი სასწაული გოგოა, არ ვიცი, თუ მიყურებს, თუ მისმენს, არ ამგონია, მაგრამ უღრმესი მადლობა, აი უბრალოდ მაგ საქციელის გამო გაფასებ, ვივიწყებ იმ საქციელს, რომ თქვათ ის თანხა აიღე, სხვა აი შეიძლება მაგას არ აუღიაო, შეიძლება დამიწეროთ ვინმე, მაგრამ სხვა რა შეიძლება მომხდარიყო, ხო? სხვას ვერაფერს ვერ იფიქრებ ამ შემთხვევაში. ხო და ანუ მე ვფიქრობ, რომ ეხა ზოგი რო ყოფილიყო, თქვათ ვინმე ცუდი რო ყოფილიყო, შეიძლება იმის მიუხედავად, რომ ამ თანხას ეძებდი, მაინც არ დაებრუნებია, ისე გაეგრძელებინა გზა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ გოგომ დაფიქრდა, რომ შეცდა რა და თანხა დამიბრუნა. და რა ვიცი, შოკში ვარ მართლა. საერთოდ არ ველოდებოდი მაგ ყველაფერს და აი მაგ საქციელმა და მაგ ისა რა ქვია, ძალიან დამაფიქრა ბევრ რამეზე და ძალიან გამაბედნიერა ესე ვთქვათ მაგ საქციელმა. მართლა მეც დაბნეული ვიყავი, თვითონაც ძალიან უცებ გაიქცა, თორე იმ წამს საერთოდ არ მიფიქრია, რომ მაგ გოგოს აღებული იყო ეგ ფული. იმ წამს ერთადერთი მადლიერების განცდა გამიჩნდა, რომ ის თანხა უკან დამიბრუნა. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, დამიწერეთ კომენტარებში. მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ იფიქრებ, რომ ანუ აიღო და რომ ნახა, რომ მე ძებნა დავიწყე იმ ფულის, მიხვდა, რომ შეცდა. იფიქრა, რომ ჭირდება და დამიბრუნა. თან მაგ სიტყვები მითხრა, ვიცი, რომ ყველას ჭირდებაო და მომცა მოკლედ. დამიბრუნა უკან. ძალიან იშვიათი შემთხვევაა მართლა. იმდენად შეცვლილია ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, იმდენად შეცვლილია სიტუაცია. მე ახლა მაღაზიაში ვმუშაობ და მით უმეტეს ძალიან ხშირად ვხედავ, აი რა დღეში არიან ახალგაზრდები, ბიჭებიც და გაგიკვირდებათ და გოგოებიც კი მოპარვაზე და ქურდობაზე და ერთ ამბავზე არიან გადასული, როცა ღმერთმა გაჩუქა ხელი, ფეხი, ტვინი, მოგცა ღმერთმა საჩუქრად გარგუნა იმის უნარი, რომ იშრომო, მით უმეტეს 21 საუკუნეა 14, 15, 16 წლის ბავშვები სადაღარ მუშაობენ მაკდონალდში, იქ გლოვოში, ვოლტში, ველოსიპედით, სკროლით, ფეხით, კურიერად მუშაობენ, დადიან, რასაღარ შვებიან, მაგრამ ამ ხალხს ამის გაკეთება არ უნდა და უბრალოდ ადგებიან და რასაღარ კადრულობენ იქ მაღაზიაში შევლენ, მოიპარავენ რაღაცას,
თავზე დაიმხობენ, მოკლედ რას აღარ შვებიან რა და დღეს ძალიან გასაკვირია მსგავსი საქციელი, რომ აი თანხა გეკარგება და ის უკან გიბრუნდება. თუმცა არ ვიცი. ალბათ კი არა, შრომა ყოველთვის ფასდება და ღმერთი ყველაფერს ხედავს. მე ჩემი ადამიანობით, ჩემი პატიოსნებით, ჩემი შრომით გამოვიმუშავებ თანხას იმის გამო, რომ საკუთარი თავი მე თვითონ ვუზრუნველყო იმ ყველაფრით, რაც მე მჭირდება რა და ამიტომ დამიბრუნდა ის თანხა უკან. აი რომ მოვედი სახლში დეიდაშვილს ისეთი ემოციებით ვუყვები ამ ამბავს, რომ უბრალოდ აი მაშინ მე უნდა მომეყოლა თქვენთვის და მე რე გენახათ ემოციები რა. შოკში ვიყავი მართლა.